ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს რეაბილიტაცია. ღაზაში ყველაზე დიდი 180 ადგილიანი საავადმყოფო. ქაბულსა და მაზარი შარიფში სკოლები და წყლის ინფრასტრუქტურა. ასობით სეისმოგამძლე სახლი ალბანეთში. უზბეკეთსა და ყაზახეთში ათობით კოლეჯი და საჯარო მოხელეების გადამზადება. საჩხერეში პროფესიული სადურგლო და შემდუღებლის სახელოსნოები. თქვენი აზრით რა საერთო აქვს ჩემს მიერ ჩამოთვლილ სხვადასხვა კონტინენტზე მიმოფანტულ ამ განხორციელებულ პროექტებს? ერთი შეხედვით, როგორ უნდა გქონდეს საერთო ღაზაში აშენებულ საავადმყოფოს და საჩხერეში გახსნილ სადურგლოს? ყველა მათგანი სრულად ან ნაწილობრივ დაფინანსებული არის თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს იგივე თიკას მიერ. როგორც არაერთხელ აღვნიშნეთ, მრავალპოლუსიან სამყაროში შანსი მიეცემათ ისეთ მოთამაშეებს, რომლებიც ადრე აუთსაიდერებად ითვლებოდნენ. ზუსტად ამ წუთებში, სანამ თქვენ ვიდეოს უყურებთ, საქართველოს სამხრეთ საზღვარზე ძლიერდება თურქული სახელმწიფოების ორგანიზაცია. ბევრს შეიძლება ეს უცნაური სახელი პირველად ესმის, თუმცა გარწმუნებთ, TSO რეგიონის დონეზე ყველაზე ძლიერი ორგანიზაციაა. თურქულში გულისხმება თურქულენოვანი ერები. წევრი სახელმწიფოები არიან თურქეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, უზბეკეთი, ყირგიზეთი, დამკვირვებლები კი უნგრეთი და თურქმენეთი. თქვენი გითხავთ, კი მაგრამ საქართველო არც თურქული იდენტობის ქვეყანა არის, არც თურქულენოვანი სახელმწიფოა, მაშინ რატომ ოპერირებს ჩვენთან დიგა? სწორი და ლოგიკური შეკითხვაა. ნახეთ, იდეის ავტორი, ანუ თურქეთი, თავის გავლენის გაფართოებას ხედავს არა მხოლოდ თურქული ერების ქვეყნებში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. დიგა ოპერირებს იქ, სადაც მუსლიმური დიასპორებია, ოსმალური წარსულის ქვეყნები არის და უბრალოდ რბილი ძალის მუშაობისთვის კომფორტული გარემო არის. ანუ როგორც მიხვდით, თიკა წარმოდგენილი არის მთელი მსოფლიოს მასშტაბით. თან ნახეთ, ეს ყველა პროექტი უანგარო ქველმოქმედება კი არა, არამედ თანმიმდევრული, პრაგმატული მოქმედებებია, განსაკუთრებით კი იმ ქვეყნებში, სადაც გეოპოლიტიკური პერსპექტივა იგრძნობა. TSO-ს წევრები მუშაობენ ოსტატურად. არანაირი ზედმეტი ყურადღება, მხოლოდ საქმე, თანმიმდევრულობა, გაფართოება და გავლენის მოხვეჭა. დღეს ორგანიზაციის წევრები აკეთებენ საერთო სატრანსპორტო დერეფნებს, ქმნიან ერთიან სამხედრო მრეწველობას, ხდება მათი არმიების კოორდინაცია, აქვთ ერთიანი საგანმანათლებლო პროგრამები და ინტენსიურად მუშაობენ კულტურის უნიფიკაციაზე. როგორ ახერხებს თურქეთი იყოს ასეთი ორგანიზაციის ავანგარდში, პარალელურად აბალანსებდეს თავის პოლიტიკას დასავლეთს, რუსეთსა და ჩინეთს შორის, პერიოდულად მათთან კონკურირებდეს, მაგრამ მაინც ახერხებდეს ყველასთვის საჭირო პარტნიორად დარჩენას. თქვენ შეიძლება თურქეთი არ მოგწონდეთ, თქვენ შეიძლება მისი ძლიერეს პატივს არ სცემდეთ, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ როდესაც საუბარი არის პოლიტიკის წარმოებასა და საკუთარი ინტერესების გატანაში, თურქეთი სერიოზული ვირტუოზია, რომლისგანაც რაღაცების სწავლა არ გვაწყენდა. დღეს დიდი თურანის იდეაზე ვისაუბრებთ, რას წარმოადგენს, რა პერსპექტივები აქვს უშუალოდ თურქული სახელმწიფოს ორგანიზაციას და ჩვენთან მიმართებაში როგორ პოზიციონირდება. თქვენ კი მანამდე არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა, ხოლო ვისაც სურვილი აქვს, შეგიძლიათ გახდეთ ფასიანი გამომწერი პატრეონზე ამით პროექტს მნიშვნელოვნად დაეხმარებით. დღეს ყველა ვხედავთ, ვგრძნობთ და ვამჩნევთ თურქეთის მზარდ ამბიციებს და იმას, თუ როგორი გავლენა აქვს სხვადასხვა ქვეყნებში. გაგიკვირდებათ და ყოველთვის ასე არ იყო. მეტიც, თურქეთს ერთი პერიოდი ჰქონდა შემუშავებული მკაცრი საგარეო პოლიტიკა, რომლის მიხედვით გაფართოება თუნდაც გავლენის სახით სხვადასხვა ქვეყნებში მაინც და მაინც არ განიხილებოდა. ამას ჰქონდა ორი მიზეზი. პირველი ეს იყო იდეოლოგიური. 1923 წელს თურქეთი გახდა რესპუბლიკა, ხოლო მისი პირველი პრეზიდენტი იყო მუსტაფა ქემალ-ფაშა, მოგვიანებით ქემალ ათათურკი. თავდაპირველად ქემალისტებიც მრავალეროვანი იმპერიის ნანგრევებზე ეროვნული სახელმწიფოს შექმნას აპირებდნენ, მაგრამ მიხვდნენ, რომ პანთიურქისტული იდეა საბოლოოდ მახეს წარმოადგენდა. ნახეთ, ისინი ფიქრობდნენ, რომ თუ კი თურქები გააგრძელებდნენ ცენტრალურ აზიაში ისტორიული სამშობლოს ძიებას და ამ ქვეყნების შემოერთების ქიმერულ იდეას დაუჭერდნენ მხარს, მაშინ მათი პრეტენზია ანატოლიაზე, როგორც ნამდვილ სამშობლოზე, სუსტდებოდა. ასეთ შემთხვევაში უკვე ბერძნებს მიეცემოდა მეტი მორალური ძალა, რადგან 5-16 საუკუნით ადრე მთელი ეს ტერიტორია ბიზანტიის შემადგენლობაში შედიოდა. საბოლოოდ ათათურქმა პანთიურქიზმზე, როგორც გეოპოლიტიკურ იდეაზე უარი თქვა და ნახეთ, როგორი სახელმწიფო მითი შექმნეს. თურქები ანატოლიის ავტოქტონური მოსახლეობაა და ისინი ხეთებისა და შუმერების შთამომავლები არიან. მეორე მიზეზი კი ის იყო, რომ პირველ მსოფლიო ომში ახლო აღმოსავლეთის არაბებმა ოსმალეთის იმპერიას უღალატეს. ამიტომ მათით იმედგაცრუებულმა ათათურქმა გადაწყვიტა, რომ მიზანი არა ძველი იმპერიის ნანგრევების თავიდან შეკვოციწება, არამედ სრულად ახალი, სწრაფად მზარდი, დასავლეთზე ორიენტირებული სახელმწიფოს შექმნა იყო, რომელიც დროსთან ერთად ახალი პოლიტიკური დღის წესრიგის ერთ-ერთი ფლაგმანი გახდებოდა. ასევე საერთაშორისო ურთიერთობებში ყოველგვარ ავანტიურაზე მკაფიო უარი და იმდენად ფრთხილ მოთამაშედ დარჩენა, რამდენადაც ეს შესაძლებელი იქნებოდა. მაშინ იკითხავთ, როდისღა გაუჩნდათ ასეთი ამბიციები?
ატათურქის შემდეგ ქვეყნის სათავეში აღმოჩნდნენ ახალი ძალები, რომლებიც განვითარების ხედვებს სხვანაირად უყურებდნენ. პირველ რიგში მათ სწორად შეაფასეს საკუთარი შესაძლებლობები. მათ თქვეს, რომ შეიძლება ჩვენ ისეთი სუსტები აღარ ვართ, როგორც ვიყავით 50 წლის წინ, მაგრამ არც ისეთი ძლიერები ვართ, რომ დამოუკიდებლად შევძლოთ დასავლეთსა და საბჭოთა კავშირს შორის გქონდეს დამაბალანსებლის როლი. ამიტომ საჭირო არის ავირჩიოთ მხარე. ეს იყო სწორი გათვლა საბჭოთა კავშირიდან პოტენციური საფრთხისგან თავდაცვისთვის და ანალოგიურად მომავალშიც მეორე სწორი გათვლა იყო ის, რომ ცივი ომის დასრულების და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, როდესაც სამყაროში ერთი პოლუსი დარჩა, ლიდერს მადევარი ქვეყნებისთვის მოქმედებისა და მანევრების დიდი სივრცე აღმოცენდა. მეგობრებო, მე რამდენჯერმე სხვადასხვა ვიდეოებში ვახსენე, რომ თუ კი დაინტერესებული ხართ რეგიონის ამბებით, რატომ ხდება ეს მოვლენა ასე და რატომ არ ხდება ასე, როგორ მუშაობს რუსეთის, თურქეთის, ირანის, აზერბაიჯანის, სომხეთის პოლიტიკა და მთლიანობაში შემდეგ ეს ყველაფერი ჩვენთან მიმართებაში და ჩვენთან კონტექსტში როგორ გამოიყურება, გირჩევთ წაიკითხოთ საქართველოს რეგიონალურ კონტექსტში რევაზ გაჩეჩილაძის ავტორობით. ეს არ არის არც რეკლამა, ეს არის ჩემი პირადი რჩევა და რეკომენდაცია. თუ კი თქვენ ამ წიგნს წაიკითხავთ, დამიჯერეთ, აი ქართულ პოლიტიკაში ვინც არიან პოლიტიკოსები, იმათ 90%-ზე მეტი თქვენ გეცოდინებათ უშუალოდ რეგიონთან მიმართებაში. და მეც როცა მუშაობ ასეთ თემებზე, ყოველთვის მიწევს გადავიკითხო კონკრეტული მონაკვეთები, რაც ამ წიგნში წერია. ანუ ეს არის ბაზა, რომელიც აუცილებლად უნდა ვიცოდეთ და მხედველობაში გქონდეს ის რეალობა, ის ფაქტები და ის თეორიები, რაც ამ წიგნში არის დაწერილი. და რადგან სასწავლო პროცესი ვახსენე, აუცილებლად უნდა ვახსენო ჩვენი სპონსორი Ketogen G-ს ერთ-ერთი გამორჩეული და საუკეთესო პროდუქტი Brain Optimizer-ის სახით, რომელსაც პირადად მე მოვიხმარ და დიდ რეკომენდაციას ვუწევ. ყოველდღიურ შეხებაში ჩვენ გვიწევს უზარმაზარი ინფორმაციის დამუშავება, წაკითხვა და გააზრება, ეს კი დაგვეხმარება იმაში, რომ უმარტივესად და უფრო ნაკლებ ვადაში ავითვისოთ დიდი ინფორმაცია. გარდა ამისა, გვეხმარება სტრესის დაძლევაში, აზროვნების ისწრაფაში და ფოკუსირების დონის გაზრდაში. შესაძენად შეგიძლიათ მიბრძანდეთ ვაჟა-ფშაველას 12-ში, ან გამოიწეროთ საიტიდან. რომ დაუბრუნდეთ თემას, როდესაც სამყარო გახდა ერთპოლუსიანი, იმ პერიოდში თურქეთის ლიდერი იყო თორგუტ ოზალი, რომელიც ჯერ პრემიერი და მოგვიანებით ქვეყნის პრეზიდენტი გახდა. ოზალმა რესპუბლიკური თურქეთის თითქმის ყველა საგარეო ტრადიცია დაარღვია. მას სჯეროდა, რომ ქვეყანას არამხოლოდ რეგიონალური, არამედ მსოფლიო ზესახელმწიფოს პოტენციალი ჰქონდა. შესაბამისად, ატათურქის კონფიგურაციაზე უარი თქვა და გავლენის გაფართოება დაიწყო. მაგრამ ახლა დააკვირდით, თურქეთმა არა რუსეთივით აგრესიული საგარეო პოლიტიკის წარმოება დაიწყო მიზნების მიღწევისთვის, არამედ პირიქით, პრაგმატული, ცივსისხლიანი, თანმიმდევრული და წინასწარ კარგად გათვლილი ნაბიჯების გადადგმა. პირველი მიზანი იყო მეზობლებთან ურთიერთობის ნორმალიზება, საბერძნეთთან და სირიასთან. აი სირიასთან ურთიერთობის დალაგება იყო პრიორიტეტული, რადგან სირიელები აფინანსებდნენ ქურთების მუშათა პარტიას, რომლებიც, როგორც მოგეხსენებათ, თურქეთში ითხოვდნენ ავტონომიას, ან იდეალურ შემთხვევაში საერთოდ დამოუკიდებლობაზე ჰქონდათ პრეტენზია. შეიცვალა იდეოლოგია, რომელიც ეროვნულ ისტორიული პროპაგანდის ქვაკუთხედად იქცა. თურქეთი არ იყო ერთეროვანი სახელმწიფო, არამედ ის იყო მრავალერიანი, სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფებით დაკომპლექტებული ქვეყანა და ფუნდამენტი ახალი იდენტობის მიხედვით იყო ისლამი. ანუ რელიგია და არა ეროვნება. ჩვენ ყველა ოსმალების შთამომავლები ვართ. ეს მიდგომა აღვივებდა ძველი დიდებისა და განსაკუთრებული ისტორიის მნიშვნელობას სხვა ისლამურ ერებშიც. ის რომ ოზალს ოსმალური იმპერიის აღდგენა სურდა, ჩანს იმაშიც, თუ როგორ ხედავდა ქურთული პრობლემის მოგვარებას. ის ყველაზე ეფექტიან გამოსავალად ასახელებდა იმას, რომ უნდა შეიქმნას თურქეთის, სირიისა და ერაყის გაერთიანება, კონფედერაცია, თუ როგორც გინდათ ისე დავარქვათ. ამ იდეამ დიდი პოპულარობა ვერ მოიპოვა, რადგან ოპონენტები ამბობდნენ, რომ აი ხომ ხედავთ, მას აქვს თავის ფარული ზრახვები, რომელიც უკავშირდება ოსმალური იმპერიის აღდგენას. თვითონ ოზალი თურქებისთვის შთამაგონებელი ლიდერი იყო. ის ეუბნებოდა ერს, რომ თუ კი ჩვენ სერიოზულ შეცდომებს არ დაუშვებთ, იცოდეთ, რომ 21 საუკუნე თურქების და თურქეთის საუკუნე იქნებაო. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, როცა ერთი ჩაკეტილი გაერთიანების ნაცვლად უცებ ახალი სახელმწიფოები გაჩნდა, თურქეთს უზარმაზარი კოზირი დაეცა. მყისიერად გაიხსნა ახალი მრავალმილიონიანი ბაზრები. თურქეთის მრეწველობას, სამშენებლო კომპანიებს, სოფლის მეურნეობას უდიდესი სტიმული მიეცათ ახალი ბაზრები აეთვისებინათ ცენტრალურ აზიაში, აზერბაიჯანში, საქართველოში, უკრაინაში და რუსეთშიც კი. თუმცა თურქეთის ეს ინტერესები განსაკუთრებით მძლავრი იყო იმ ქვეყნებში, რომლებიც ადრე ოსმალეთის იმპერიაში ან მისი გავლენის სფეროში შედიოდნენ. ოზალი მოულოდნელად 1993 წელს გარდაიცვალა და არ დასცალდა იმ გეგმების განხორციელება, რაც მას სურდა, მაგრამ შემდეგი ლიდერებისთვის მოამზადა მყარი საფუძველი, რომ 21 საუკუნეში ნეოსმანიზმის იდეას
უკვე როგორც პრაქტიკაში ისე ეარსება. დღეს ნეოსმანიზმის მთავარი შემოქმედი არის აჰმედ დოვუთოღლუ, რომელიც თავის წიგნში სტრატეგიულ სიღრმეში წერს, რომ თურქეთი არის ოსმალეთის იმპერიის მემკვიდრე, მას გააჩნია ის ისტორიული, სამართლებრივი, ეკონომიკური და სამხედრო პოტენციალი, რომ არ აწარმოოს ერთვექტორული საგარეო პოლიტიკა და იყოს მაქსიმალურად ავტონომიური და ამაში გამოიყენოს სხვადასხვა მექანიზმები. თავის ნაშრომში განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს რბილ ძალას სკოლებში და სასწავლო პროცესში ინტეგრაციის აქცენტით. ზუსტად დაუთოღლუს დროს განისაზღვრა მთავარი საგარეო პოლიტიკის პრინციპი ნულოვანი პრობლემები მეზობლებთან. ზოგადად, ჩემი აზრით, სკოლებში და საგანმანათლებლო სისტემაში უცხოური ძალის შეღწევა არის ამ უცხოური ძალისთვის ხანგრძლივ პერსპექტივაში ყველაზე ეფექტიანი საშუალება, რომ თაობებს ის ცოდნა და განათლება მისცეს, რაც ამ ძალებს სჭირდებათ. შესაბამისად, იქ, სადაც განათლების დონე ისედაც დაბალი არის, უფრო მარტივია შთააგონო ახალგაზრდებს, რომ ისინი ყველა ერთად არიან ერთ დროს უძლიერესი უზარმაზარი იმპერიის შთამომავლები, რომლებსაც აქვთ ერთი საერთო მიზანი ამ იმპერიის აღდგენა. დავუთოღლუს კონცეფცია აგრესიულ სამხედრო ზომებს არ ითვალისწინებდა, პირიქით, მრავალპოლუსიანი სახელმწიფოს შექმნას, რომელიც ყველასთვის საჭიროა, ყველასთან კარგად არის და დამოუკიდებელ საგარეო პოლიტიკას აწარმოებს. თურქეთი არაბული სამყაროსთვის დემოკრატიზაციისა და რელიგიურობის სინთეზის სწორი მაგალითი უნდა ყოფილიყო, მაგრამ დღეს ასე არ არის. თურქეთის შეიარაღებული ძალები წარმოდგენილი არიან ლიბიაში, ერაყში, სირიაში და საერთო წვრთნებს ატარებენ საქართველოსთან, აზერბაიჯანთან, ყაზახეთთან, შუა აზიის ქვეყნებთან და ბალკანეთის სახელმწიფოებთან. ხოლო თურქეთის მმართველობითი სისტემა სულ უფრო ავტორიტარული ხდება. ეს აგრესიული მიდგომა სხვა მიზეზებთან ერთად, მათ შორის დავუთოღლუს თანაპარტიელის, დღეს კი თურქეთის ლიდერის რეჯეპ თაიფ ერდოღანის ამბიციების გამო ხდება. გარდამტეხი მომენტი იყო თურქეთის 2016 წლის სამხედრო გადატრიალების მცდელობა. მაშინ ერდოღანი გადარჩა, თუმცა რევანშიზმი გარდაუვალი იყო. პირველ რიგში თავდაცვის ძალებიდან ევროატლანტიკური მისწრაფებების მაღალჩინოსნები გაათავისუფლა, დახურა 16 ტელევიზია და 23 რადიო მაუწყებელი. პოლიტიკურ ასპარეზზე კი წამოწია ნაციონალისტები და ევროსკეპტიკოსები. ასევე დაიწყო სამართლიანობისა და განვითარების, ანუ ერდოღანის პარტიისა და დევლეთ ბაჰჩელის ნაციონალისტური პარტიის თანამშრომლობა, რამაც კიდევ უფრო მკაცრ თავდაჯერებულ საგარეო პოლიტიკას დაუდო საფუძველი. სკოლებში, სასწავლებლებში, უნივერსიტეტებში, ახალგაზრდულ ცენტრებში, ტელევიზიებში, რადიოში იწყება ახალი პროპაგანდა. 1-ერი 6 სახელმწიფო. რომელ სახელმწიფოებზეა საუბარი, ხო? აზერბაიჯანზე, ყაზახეთზე, უზბეკეთზე, თურქმენეთზე, ყირგიზეთზე და რა თქმა უნდა, თურქეთზე. ცენტრალური აზიის სახელმწიფოებს თურქეთი მოევლინა არა როგორც მოკავშირე, რომელიც გისაზღვრავს ვისთან უნდა ითანამშრომლო და ვისთან არა, არამედ სტრატეგიული პარტნიორი და უფროსი ძმა, რომელიც მზად არის დახმარების ხელი გამოგიწოდოს და მის სივრცეში სიამოვნებით შეგიყვანოს. ამასთან თურქეთი თავის დახმარებაში არის ზუსტი, ის არა ყველაფერს ედება, არამედ აფინანსებს კონკრეტულ საჭიროებებს. მაგალითად, ყაზახეთში ამუშავებული აქვს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის პროგრამები. რატომ აქვს აქცენტი მაინც და მაინც ამაზე? იმიტომ რომ ჩინეთიდან ყაზახეთში ხდება სატრანსპორტო დერეფნების გაძლიერება. შესაბამისად, ეს არა მხოლოდ ყაზახეთს სჭირდება, არამედ საბოლოოდ ამ გზით გადის თურქეთში მიმავალი ტვირთიც. უზბეკეთში სამრეწველო ზონები და საგანმანათლებლო პროგრამები. რატომ საგანმანათლებლო, ხო? იმიტომ რომ უზბეკეთი ცენტრალური აზიის ყველაზე დიდი მოსახლეობის ქვეყანაა, 37 მილიონი. ბევრად დიდ ყაზახეთში მაგალითად 20 მილიონამდე მოსახლე ცხოვრობს. ყირგიზეთი ისევ და ისევ ინფრასტრუქტურული პროექტები, რადგან ჩინეთიდან ტვირთი დასავლეთით გადის ყაზახეთზე და ყირგიზეთზე. შესაბამისად, ნიშა მარტივად იპოვეს და არ დაგვავიწყდეს ჰუმანიტარული და სოციალური დახმარებები. კი, ყირგიზეთი არ არის ისეთი თვითკმარი, ამიტომ თურქეთი უფროსი ძმის როლში ევლინება. ტაჯიკეთი, რომელიც მდიდარია ბუნებრივი რესურსებით, მაგრამ ეკონომიკურად ჩამორჩენილია. რა შეიძლება ასეთ დროს მოიმოქმედო, რომ ორივე მხარე მოგებაში დარჩეს? გამოუყო კრედიტები, რომ ბუნებრივი აირის მოპოვება შეძლონ. და რა თქმა უნდა, მთავარი აზერბაიჯანი, რომელიც წარდგენას ნაკლებად საჭიროებს. აქ თურქეთი ყველაზე ფართოდ არის წარმოდგენილი. აზერბაიჯანის მაგალითზე ერდოღანმა დანარჩენ სახელმწიფოებს აჩვენა, რომ თურქეთთან პარტნიორობა ეს არა მხოლოდ ეკონომიკურ ბენეფიტებს ნიშნავს, არამედ ეს არის მტკიცე სამხედრო კავშირიც. ყარაბაღის ბოლო ომში აზერბაიჯანმა წარმატებას მიაღწია უზარმაზარი ტექნოლოგიური უპირატესობის ხარჯზე და ამაში გარდამტეხი როლი შეიტანეს თურქებმა, იმიტომ რომ მათ მიაწოდეს ეს შეიარაღება და განსაკუთრებით საუბარი მაქვს ახლა უპილოტო საფრენ აპარატებზე, ბაირაქტარებზე. დანარჩენი სახელმწიფოებისთვის ეს ერთგვარი სიგნალი იყო, რომ სამხედრო სუვერენიტეტი შესაძლებელი არსებობდეს რუსეთის, ამერიკისა და ჩინეთის გარეშეც. აზერბაიჯანს არც ერთი მათგანი არ დასჭირდა საკუთარი ტერიტორიების დასაბრუნებლად. თურქეთი სრულად საკმარისი იყო. მიუხედავად იმისა, რომ თურქული სახელმწიფოების ორგანიზაცია 2009 წელს კულტურულ-ეკონომიკური მიზნით შეიქმნა, განსაკუთრებით ის გააქტიურდა ბოლო წლებში.
ყარაბაღის ომის შემდეგ კი მოკავშირეებმა სასწრაფოდ დაიწყეს ერთობლივი წვრთნების ჩატარება და სამხედრო მისიებში მონაწილეობა. ახლა წვრთნებმა ბევრად სისტემატური ხასიათი მიიღო. სულ რაღაც 2 თვის წინ კი ოქტომბერში ერდოღანმა თურქული სახელმწიფოების ორგანიზაციის შეხვედრაზე განაცხადა, რომ ორგანიზაცია უსაფრთხოების პლატფორმა ხდება, ხოლო ის არა მხოლოდ კულტურული მიზნით გაერთიანება, არამედ წევრი სახელმწიფოები მზად არიან ნებისმიერი სცენარისთვის, კიბერ ომიდან საზღვრების დაცვამდე. რაც არა მხოლოდ ხმამაღალი განცხადება იყო, არამედ ერთგვარი სიგნალი იმ სახელმწიფოებისთვის, ვინც ამ ორგანიზაციას ესაზღვრება. ახლა კი ორგანიზაციისთვის კიდევ ერთი ისტორიული მომენტი არის. თურქეთს და სომხეთს ეკნებათ პირდაპირი სახმელეთო მიმოსვლა. აქამდე ეს სომხეთისა და ყარაბაღის ფაქტორის გამო იყო შეუძლებელი და ფაქტობრივად თურქული სახელმწიფოების ორგანიზაცია შუაზე იყო გახლეჩილი. ანუ თურქეთი იყო ერთ მხარეს, შუაში იყო ბუფერი და შემდეგ მოდიოდნენ დანარჩენი სახელმწიფოები. ახლა ეს პრობლემა აღმოფხრილი არის. ტრამპის, ალიევისა და ფაშინიანის ერთობლივი ძალისხმევით რეგიონში 30 წლის შემდეგ საბრძოლო მოქმედებები დასრულდა და მხარეებმა აიღეს ვალდებულება, რომ ზანგეზურის დერეფანი აამუშავონ. ამით აზერბაიჯანსა და თურქეთს ყველაზე მოკლე გზა გაუჩნდებათ. ამ პროექტის ამუშავებას წლები დასჭირდება და საბოლოოდ ამუშავდება თუ არა არავინ იცის, მაგრამ ახალ კონფიგურაციაში საქართველოს ავლითად შეძლებენ სატრანსპორტო მიმოსვლას. ჩვენ მარშრუტს ის პრობლემა აქვს, რომ არ არის სრულყოფილი. ეს გამოწვეულია ორი მომენტით. პირველი, აქტაურში ხშირად არის არაპროგნოზირებადი ამინდი და ზოგადადაც კასპიის ზღვაში საზღვაო სატრანსპორტო საშუალებები არ არის ფართოდ წარმოდგენილი და მეორე, უშუალოდ ჩვენ მხარეს რაც არის, მთელი ეს წლები არ აღმოჩნდა საკმარისი იმისთვის, რომ საქართველოში გამართული ყოფილიყო სარკინიგზო ინფრასტრუქტურა. აზერბაიჯანმა ეს პრობლემა მოაგვარა, იმათაც ასე ჰქონდათ, მაგრამ მოაგვარეს. და მეორე, მთლად უარესი არის ის, რომ დღემდე ვერ მოხერხდა ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა. ანუ ჩვენი მარშრუტი, რაზეც გადის, ეს არის უბრალოდ ეს მარშრუტი არ არის მაღალგამტარიანი. შესაბამისად, შუა დერეფნის მაღალგამტარიანობას ვერ უზრუნველყოფთ. კი, შეიძლება კასპიის ზღვის მწირი ფლოტი და არაპროგნოზირებადი ამინდი ჩვენი ბრალი არ არის, მაგრამ ჩამორჩენილი ინფრასტრუქტურა, რომლის გამართვა შეიძლებოდა, ეს უკვე ჩვენი პასუხისმგებლობაა. საინტერესოა მთავრობის კომენტარიც, რამ შეუშალათ ხელი, რომ ეს გამოწვევები დროულად მოგვარებულიყო და ზანგეზურის დერეფნის გახსნის შემთხვევაში ყველა რისკი დაზღვეული გქონოდა და მონოპოლისტის სტატუსი არ დაგვეკარგა. იმედია, არც ახლა არის გვიანი. რომ დაუბრუნდეთ თურანის იდეას. ერთად დავუკვირდეთ, როგორ ხდება თურქული კულტურული ექსპანსია. მაგალითად, ყველასათვის ნაცნობი სერიალები, რომელიც არა მხოლოდ საქართველოში არის პოპულარული, არამედ რეგიონში, შუა აზიაში და ზოგადად მსოფლიოშიც საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობენ. რისი პროპაგანდა ხდება თურქულ სერიალებში? ოჯახური ფასეულობების, თანასწორობა სოციალურ ფენებს შორის, კულტურის, დამოკიდებულებების ადამიანებს შორის და ასე შემდეგ. ახლა მაგალითად, სიტყვაზე შევადაროთ ჩვენი სერიალები. რისი პროპაგანდა ხდება? ნარკოტიკები, ტოტალიზატორები, ლანძღვა, გინება, შეურაცხყოფები და ასე შემდეგ. თურქები დადებითი მხარის დემონსტრირებას სპეციალურად აჩვენებენ და დანარჩენ სამყაროს ცდილობენ დაანახონ თურქული იდეა და მისი უპირატესობები. საბოლოოდ ნახეთ, როგორ გამოიყურება პრაგმატული თურანი. ის წარმოდგენილია როგორც კოორდინაცია და არა როგორც გაერთიანება. არანაირი გამომწვევი ლოზუნგები, არამედ ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და სრულყოფა. სწრაფვა ერთიანობისკენ, მაგრამ არა ერთიანი სახელმწიფოსკენ. ერთი კულტურა, ენა, განათლება, სტანდარტიზაცია, მოკრძალებული რიტორიკა და სამხედრო მრეწველობა. ეს ყველაფერი კი უწყინარი ორგანიზაციიდან მძლავრ სამხედრო თანამშრომლობაში ტრანსფორმირდა. ახლა ზუსტად ეს ეტაპი აქვთ. შეკითხვა: მუშაობს თუ არა თურქეთის რბილი ძალა საქართველოში? რა თქმა უნდა, რომ მუშაობს. თუ არ გთვლიან, სულ მცირე მოგვიაზრებენ გავლენის სფეროთ მნიშვნელოვანი სატრანსპორტო პოტენციალით. საქართველოს სოსთან მჭიდროდ თანამშრომლობს და პერიოდულად ერთიან წვრთნებშიც იღებს მონაწილეობას. ამ ეტაპზე თანამშრომლობა არის ოპტიმალური გამოსავალი, ანუ არ გამოვა ისე, რომ დავაიგნოროთ, თითქოს არაფერი ხდება, თითქოს ეს ორგანიზაცია არ არსებობს და ასე შემდეგ. თუნდაც ერთიანი სამხედრო წვრთნები ჩვენი ჯარისკაცებისთვის ამ ეტაპზე არის დამატებით ახალი გამოცდილება, მაგრამ თურქული სახელმწიფოების ორგანიზაციიდან პოტენციური საფრთხე ყოველთვის უნდა შეფასდეს საღად. მათ გაცხადებული აქვს თავიანთი მიზნები, ვიცით, რომ მათივე ინტერესი არის სამეზობლოში, რაც შეიძლება დიდი გავლენა ჰქონდეთ, ამიტომ, როდესაც ვესაზღვრებით ასეთ სწრაფად მზარდ ძალას, ჩვენ ყოველთვის სწორად უნდა შევაფასოთ, რა არის საფრთხე. საინტერესო იცით რა არის? თიკა თავის საქმიანობით ძალიან გავს USAID-ს, რომელსაც მთავრობას თხოვდა დარეგისტრირებულიყო უცხოური ძალის გავლენის აგენტად. მაგრამ მე ვერ ვნახე
რეესტრში არის თუ არა თიკა. ანუ მე ვერ ვნახე, ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ არის, უბრალოდ მე დავწერე ინგლისურადაც, ქართულადაც, მაგრამ მსგავსი ორგანიზაცია იქ დარეგისტრირებული არ არის. აქ კითხვა ჩნდება შემდეგი. მთავრობა მხოლოდ დასავლურ ორგანიზაციებს დაძდევდა და ასე მკაცრად აკონტროლებდა და დანარჩენს აიგნორებდა თუ რა ხდება. თქვენ შეიძლება გაგიჩნდეთ ერთი შეკითხვა, რომ ჩვენ როგორ შეიძლება აღმოჩნდეთ თურქული სახელმწიფოების ორგანიზაციაში. საქმე იმაშია, რომ ეს ორგანიზაცია ფართოვდება. მაგალითად, ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ ჟომართ თოყაევმა განაცხადა, რომ უნდა არსებობდეს TSO+ ფორმატი, რის ფარგლებშიც სხვა ქვეყნებთან გლობალურ სიახლეებზე იმუშავებენ, როგორიც არის მაგალითად ხელოვნური ინტელექტი და ასე შემდეგ. ასევე მინდა წაგიკითხოთ ყაზახური მედიის პატარა კომენტარი ამ ამბავზე. დღეს თბილისი პარტნიორად ყოფნას ამჯობინებს, მაგრამ არა თურქული სახელმწიფოების ორგანიზაციის წევრობას. ის თავის სატრანზიტო და გეოგრაფიულ უპირატესობებს პოლიტიკურ ბლოკებთან მიბმის გარეშეც იყენებს. მით უმეტეს, რომ თვითონ თურქული ინტეგრაციის იდეა ქართულ საზოგადოებაში ძალას იკრებს და თუ პროცესი გაძლიერდება, საქართველოს ინტერესების გზაჯვარედინზე აღმოჩნდება ევროპასა და თურანს, ისტორიასა და მომავალს შორის. აქ საინტერესო არის საქართველოში, რომელ საზოგადოებაში იკრებს ძალას დიდი თურანის იდეა. მე პირადად ანუ ეს ჩემი პირადი გამოცდილება და რა თქმა უნდა ამით არ ხელმძღვანელობ და ზოგადად სურათს ამით არ ხვნი, მაგრამ ჩემს გარემოცვაში ასეთი ადამიანი არ არსებობს, რომ დიდი თურანის იდეის რომანტიზებას ეწეოდეს. თქვენ დაწერეთ კომენტარებში თუ იცნობთ ასეთ ხალხს. და მეორე პარალელი აქ რაც იყო არის ესეთი საინტერესო ევროპა თუ თურანი, ისტორია თუ მომავალი. ასეთი სტატიებით დადებითი რაც აქვს ასეთ სტატიებს არის ის, რომ ჩანს პროპაგანდის ვექტორი, ანუ საიდგან ვითარდება პროპაგანდა, ამ თემის პროპაგანდა. თუ ჩვენ უახლოეს პერიოდში შევნიშნავთ იმას, რომ საქართველოში ძლიერდება იმ იდეის წინ წამოწევა, რომ აი თურქეთთან ერთად უფრო მეტი ბენეფიტის მიღწევა შეიძლება და თურქეთს და თურანს უпростоრად დაგვიხატავენ ისე, რომ საქართველოს ყველაზე მეტად აწყობს ეს განლაგება, უნდა ხვდებოდეთ იმას, რომ აქ სადღაც თურქული პროპაგანდის ხელი ურევია. მთავარი შეკითხვა, რა იქნება ამ ორგანიზაციის მაქსიმუმი? რა თქმა უნდა, ამაზე პასუხი არავის აქვს. ერთადერთი შეგვიძლია ვიმსჯელოთ იმაზე, რომ თურქეთის ეკონომიკა ოპტიმალურ ფორმაში არ არის, ხოლო ინფლაცია მუდმივად მზარდია. თურქეთის ეკონომიკაზე კი პირდაპირ არის მიბმული ამ TSO-ს როგორც ერთიანი ორგანიზაციის ბედი. ასევე არის მეორე მომენტი, რომელიც ბუნდოვანია. თუ კი ერდოღანის ოპოზიცია გაიმარჯვებს, რამდენად გააგრძელებს მის კურსს, ანუ ერდოღანის ოპოზიცია უფრო ორიენტირებული არის ვესტერნიზაციაზე და დასავლეთთან დაახლოებას სურს, მაგრამ აი ნახეთ რა არის, ჩემთვის პირადად წარმოუდგენელი არის გაიმარჯვოს ოპოზიციამ თურქეთში და ასე ხელაღებით უარი თქვას იმ საგარეო პოლიტიკურ მემკვიდრეობაზე, რაც ახლა ერდოღანმა შექმნა. კი, მესმის, რომ ახლა ოპოზიციაში როდესაც არიან, უწევთ პოპულისტური განცხადებების გაკეთება და თავიანთ ამომრჩეველს აამებენ, მაგრამ მეორე არის, როდესაც სახელმწიფო სათავეში აღმოჩნდებიან, რას მოიმოქმედებენ. მე პირადად თითქმის გამორიცხული მგონია, ახლა როგორც არ უნდა ჭიკჭიკებდნენ, რომ მე თუ კი იქ გაიმარჯვებენ, უარი თქვან იმაზე, რასაც ახლა პარტია სამართლიანობა და განვითარება აკეთებს. რომ შევაჯამოთ, თურქული სახელმწიფოების ორგანიზაციას ახლა აღმავლობის პერიოდი აქვს. მოგებული ომი, სომხეთის ფაქტორის განეიტრალება, ახალი დერეფნის მშენებლობა, პირდაპირი სახმელეთო კავშირი თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის, სტანდარტიზაცია, მათ შორის განათლების სისტემაში, საერთო წვრთნები და სამხედრო მისიები. ერთიანი სადაზვერო და სასაზღვრო ქსელი. და რაც მთავარია, არც ცალია რეგიონის გავლენის მეწილე რუსეთს. რუსეთი უკრაინის ომზე იმდენად გადაერთო, რომ თურქეთს ისტორიული შესაძლებლობა აჩუქა თავი გამოიჩინოს. არა მხოლოდ კავკასიაში და შუა აზიაში, არამედ ახლო აღმოსავლეთში, სადაც რუსეთის მარიონეტი ბაშარ ასადი დაამხეს და პროთურქული ძალები მოვიდნენ სათავეში. ჩვენ სხვა გზა არც გვაქვს გარდა თანამშრომლობისა და ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავებისა. მაგრამ ყველა უნდა ხვდებოდეთ იმას, რომ დიდი თურანის იდეაში ჩვენც მოვიაზრებით როგორც გავლენის პერიფერიად. ამიტომ თურქეთიდან პოტენციური და მომავალი საფრთხე ყოველთვის უნდა შეფასდეს საღად და ზუსტად. ახლა ქართული დიპლომატია ნამდვილად შორს არის ოპტიმალური ფორმისგან. ისე მოხდა, რომ არც ერთი ძალის დაბალანსების უნარი არ გაგვაჩნია, არც რუსეთის, არც TSO-ი, არც ევროპასთან მოხდა ურთიერთობის დალაგება და არც ამერიკასთან ურთიერთობის გადატვირთვა. ჯერ 2025 წლის 20 იანვარი ისევ არ გათენდა. რაც შეეხება კობახიძის ვიზიტს აშხაბადში, ჩემი აზრით, სიმბოლურად მკაფიოდ დააფიქსირა თავის პოზიცია და სწორად წარადგინა ქვეყანა, ანუ ხაზი გაუსვა ოკუპირებული ტერიტორიების ფაქტორს, მით უმეტეს მაშინ, როცა იმავე ფორუმს პუტინიც ესწრებოდა. ასევე ღირსეულად მოიქცა, როცა რუსული მედიის ჟურნალისტები უბრალოდ დააიგნორა და არანაირი კომენტარი არ გააკეთა. მაგრამ ამ ყველაფრის უკან არის ერთი მწარე დასანანი რეალობა.
სერიოზული ფართომასშტაბიანი შეხვედრები ჩვენთვის მიუწვდომელია. აშხაბადის მსგავს შეხვედრებს კი მთავრობა მაქსიმალურად იყენებს იმისათვის, რომ წარსდგეს უმაღლესი წარმომადგენლობით, მათ შორის პრემიერითაც და ამით ამომრჩეველს აჩვენოს, რომ ჯერ არც თუ ისე ყველა კარი არის ჩვენთვის ჩაკეტილი. იგივე თურქეთი ასეთ იზოლაციონიზმს არაფრის ფასად არ დაუშვებდა. ასეთი გამოვიდა დღევანდელი ჩვენი ეპიზოდი. დაწერეთ კომენტარებში თქვენ რას ფიქრობთ დიდი თურანის შესახებ, როგორც იდეის შესახებ და ასევე როგორ უნდა პოზიციონირდებოდეს საქართველო ამ რეალობაში. დროებით.